საქართველოს ტყეების ეკოსისტემის შესანარჩუნებლად მეცნიერ კვლევებზე დაფუძნებული სპეციალური პროგრამა ისრაელიდან ფართო მასშტაბის პროექტი, რომელიც ისრაელის საერთაშორისო კომპანია J Group Global-ის ინიციატივით საქართველოს საპატრიარქოს და გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება. პროექტის მნიშვნელობაზე გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი კარლო ამირგულაშვილი და J Group Global-ის კვლევისა და განვითარების ექსპერტი თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერებათა კანდიდატი ალექსანდრე ზოგასი, ასევე იოსებ შაპირა J Group Global-ის დამფუძნებელი საუბრებენ დილამშვიდობის მოგესალმებით. ბატონო კარლო, მოდით დავიწყოთ პროექტის ზოგადი შეფასებით, რას მოიცავს ის და რა მნიშვნელობაზე შეგვიძლია დღეს ვისაუბროთ, რასაც გავიცანი ინფორმაციის საკმაოდ მასშტაბური პროექტია და შემდეგ უკვე გადავალ J Group Global-ის წარმომადგენელთან კითხვებით. უშუალოდ პროექტზე მის დეტალებზე პროექტის მიმდინარეობის ალბათ ჩვენი ექსპერტები, კოლეგები უფრო დაწვრილებითი საუბრებენ. ჩვენ გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს დეგრადირებული ტყეების აღდგენას და ამ პროცესში ჩვენი ებრაელი კოლეგები გაგვიწევენ დახმარებას რამოდენიმე მიმართულებით. ყველაზე მნიშვნელოვანი აი ამ მთელ პროცესში არის ის, რომ მთელი პროცესი დაეფუძნება სამეცნიერო კვლევებს. ეს ნიშნავს იმას, რომ გამოკვლეულ უნდა იყოს ნიადაგის კლიმატური პირობები და სამეცნიერო კვლევების საფუძველზე დაყრდნობით მოხდეს ყოველგვარი აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება. დახმარებას გაუწევთ კომპანიას, ანუ თქვათ ინფორმაციის მიწოდება ერთი პუნქტი იქნება, სავარაუდოდ აი რამდენი ჰექტარი ტყე ფართობი გაგორჩნდა და შემდეგ ამ სახის ინფორმაცია იქნება თუ სხვა კუთხითაც მიეხმარება. ეტაპობრივად რაც მიმდინარეობს ინვენტარიზაცია და ამ პროცესში ნათელი ხდება თუ კონკრეტდება რა ფართობები მოითხოვს საქართველოში აღდგენას და განახლების ღონისძიებების განხორციელებას. ჩვენ რა თქმა უნდა მივეხმარებით როგორც საორგანიზაციო საკითხებში, ისევე კონკრეტული ინფორმაციის მიწოდების საკითხებში, ისევე იმ მასალების დამუშავებაში, რომელიც ჩვენ ხელთ არსებობს, ან რომელიც ახლა ინვენტარიზაციის და კვლევების შედეგად შეიქმნება და იქნება ეს ერთობლივი სამეცნიერო თანამშრომლობა კოლეგებთან. ბატონო ალექსანდრე, თქვენით მინდა დავიწყო საქართველოს ტყეების შესახებ თქვენი საუბრეთ და მე გავეცანი თქვენს ასე ვთქვათ მოსაზრებებს. პროექტის შესახებ რომ ვისაუბროთ, საკმაოდ გრძელვადიანი პროექტი უნდა იყოს ალბათ. მის დეტალებზე როგორ დაიწყებთ, როდის დაიწყებთ მუშაობას, რას მოიცავს ზოგადად ეს პროექტი და როგორ დაეხმარება ის, რომ ქართული ტყეების, ქართული ეკოსისტემა იყოს შენარჩუნებული და განვითარებული, ალბათ რაც ყველაზე მთავარია. כעיקרון הפרויקט הזה לשקם יערות של גיאורגיה. גיאורגיה יש לה חשיבות עולמית. זה אחד מנקודות חישוב בעולם מבחינת עושר מינון. בעצם הראשונים בעולם. יש פה מעל 4,100 מינים של עצים. 4100 მეტი სახეობა არის ხეების, 12000 სახეობაზე მეტი არის ცხოველების, აქედან 2000 არის ადგილობრივი. და დიდი მნიშვნელობაა მათი შენარჩუნების. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უბრალოდ გაქრებიან და მათი დაბრუნება უკვე შეუძლებელი იქნება. שיקום הפרויקט הזה בעצם יהיה מבוסס על המחקר מדעי טווח ארוך. ეს რა თქმა უნდა ხანგრძლივი კვლევების ხანგრძლივი კვლევების საფუძველზე იქნება. גדולה מאוד של תחנות מחקר. ჩვენ ქსელის გაშლას ვაპირებთ კვლევითი წერტილების. מתרחש בשטח. რომ გავიგოთ ზუსტად რა ხდება გარემოში. נפתח את השאלות המחקר בעצם. מה ההשפעה האנתרופוגנית בעצם? და რა არის ანთროპოგენური ზეგავლენა და ადამიანის ზეგავლენა ტყეებზე, რამდენად დიდია? זה בעצם גורמים המרכזיים של השפעות האדם. და თავი გამომწვევი მიზეზები ადამიანის ზემოქმედების, როგორც ცენტრალური გამომწვევი მიზეზი. ეს კვლევა ასევე მოიცავს კლიმატურ ცვალებადობას, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია დღესდღეობით. თუმცა არავინ არ იცის, რამდენად ზემოქმედებს მცენარეზე და ცხოველების ზემოქმედებაზე. ძირითადად ლაბორატორიებში ისრაელში ეს საკითხი წამოჭრილია და რა თქმა უნდა ჩვენი კვლევა, ჩვენი ლაბორატორია ერთ-ერთი ცენტრალური ამ კვლევის ამ საკითხის გამოკვლევაში.
באים איתנו. კომპანია J Global ჩვენ წარმოვადგენთ და არა მხოლოდ ჩვენ, ასევე რამდენიმე უნივერსიტეტი ისრაელიდან, თელ-ავივის უნივერსიტეტი, ხაიფას უნივერსიტეტი და რამდენიმე მკვლევარი იქნება იერუსალიმის უნივერსიტეტიდან და ასევე წარმომადგენელი ნიადაგისა და წყლის. ჩვენი მიზანი არის კვლევა, გაგება, სიღრმისეულად გაგება. כדי להבין איזה מינים המקומיים, לבחור את המינים הנכונים რომ ამოვარჩიოთ სწორი ზანი რომ გავავრალოთ, რომელიც მოერგება საქართველოს კლიმატს და მაქსიმალურად გავაფართოოთ ტყეები. איזשהו דרישות עליהם כלכליות, אלא זה גם יכול להיות לבוא יותר סתם לדוגמה כאקוטוריזם. იმიტომ რომ ტყეები ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ როგორც ტურისტული სფერო, არამედ როგორც ეკოტურიზმი. ბატონო ესეფ, J Group Global-ზე რომ ვისაუბროთ, თქვენი კომპანიის საქმიანობის შესახებ, რაიმე მასშტაბური პროექტი რომ დაგვისახელოთ, თქვათ, სად გაგიხორციელებიათ პროექტი, რატომ აირჩიეთ საქართველოს, თქვენ თქვათ რა ინტერესებთ ჩვენ ქვეყანას? Добрый день. Я буду говорить по-русски, с вашего разрешения. Значит, наша компания основана в 1993 году. Основана целевым направлением на то, чтобы и подсаживать, и реабилитировать те леса, которые были в той стране, из которой я выехал в Израиль. Это было 23 года назад. Это Туркменистан. На сегодняшний день Туркменистан является вторым в мире государством по посадке лесов после Израиля, по объему посадок. Если откроете Google, то видно, что, в общем-то, в песках Каракумах, предгорной равнине Капитдага и немножечко на север от нее, сегодня уже десятки тысяч гектаров лесов высажены. И мы имеем честь сказать, что половину этих лесов посадила наша фирма. Сегодня мы с очень большой надеждой и желанием хотим войти в лесные массивы Грузии для того, чтобы, кроме практических каких-то дел, у нас еще есть очень сентиментальное отношение к Грузии, потому что в общем-то, страны достаточно родные. Все наши отношения завязаны таким образом, чтобы взаимопомощь была ощутимой. Так вот, мы хотели бы в Грузии создать, тем более на той базе, которая в Грузии есть, здесь уникальные совершенно леса, совершенно уникальная прекрасная земля. И нам бы хотелось сделать ее нашими усилиями еще лучше. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან კარგი საქმეა, ბექა, მე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ძალიან დაეხმარება ეს მასშტაბური პროექტი, რომელიც არის აუცილებელი, ასე ვთქვათ. ბატონი კარლო, დამეთანხმება, ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვისაუბრეთ ამ თემაზე, კანონ პროექტიც მუშავდება. ბატონ კარლო, ძალიან მოკლედ მინდა რომ მიპასუხოთ, ქართული ტყეების მსოფლიო ბრენდად ქცევა იგეგმება. მე ძალიან დამაინტერესა ამ ინიციატივამ, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდება. ამის შემდეგ, წლების შემდეგ, როდესაც უკვე ეს მასშტაბური პროექტი დასრულდება, დაიგეგმება თუ არა კანონში ასევე ცვლილებები, რა შედეგი შეიძლება ამ ყველაფერს მოყვეს ორი სიტყვით რომ გითხრათ. მადლობა, თქვენ იცით და ჩვენ ვისაუბრეთ ახალ კანონ პროექტზე, რომლის მიზანი სწორედ არის, რომ შევინარჩუნოთ ძირითადი მდგრადობის პრინციპი და აქ იყო საუბარი, რომ ჩვენ გვჭირდება ამისათვის ფართომასშტაბიანი ინვენტარიზაცია და განათლება, კვალიფიციური კადრები და კვლევების აღდგენა. ამ მიმართულებით არსებობს გაკვეული ჩავარდნები და ვფიქრობთ, რომ შეიძლება ეს პროექტი დაეხმაროს სახელმწიფოს იმაში, რომ უფრო ფართომასშტაბიანი გახდეს სამეცნიერო კვლევითი მუშაობა ამ მიმართულებით, უფრო მეტი ქართველი მეცნიერი და სტუდენტი ჩაერთას ამ პროცესში, რომელმაც უნდა მოგვცეს იმისი საშუალება, რომ უკეთესად დავგეგმოთ ქართული ტყეების მომავალი საქართველოში. გარდა ამისა, ორი სიტყვის დავამატებ, რომ მრავალფუნქციურობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი ჩვენთვის და შეიძლება რომ ტყეებში ვისარგებლოთ ჩვენ ეკოტურიზმით და ასე ვთქვათ, გავხადოთ მიმზიდველი ამ მიმართულებით საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ძალიან დიდი მადლობა სტუმრებს მოგზაურობისთვის, ასევე უნდა აღნიშნოს, რომ J Group Global-ის მიერ დარგული ხეების 90%-ზე მეტმა გაიხარა და მთავარი არის ალბათ ის სამეცნიერო კვლევები, რომელიც უნდა დაიწყოს, თუმცა ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროექტია და მე მინდა წარმატებები ვუსურვო კომპანიას, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს და როგორც იცით, საპატრიარქოც არის მათი მხარდამჭერი. დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს კიდევ ერთხელ
ბრძანებისთვის. და მცირე პაუზის შემდეგ დაგიბრუნდებით, დაგველოდეთ.